მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ეს არის გადაცემა პოეზია როგორც ასეთი, ბოლო გადაცემა ჩავწერეთ 2025 წელი რო შემოვიდა. ძალიან კარგი გადაცემა იყო მაშინ სხვადასხვა გავერთეთ, ვიმღერეთ, ვისეკვეთ, ვიხალისეთ და ასე შემდეგ. ერთი თხოვნა აუცილებლად არხი გამოიწერეთ, სანამ უყურებთ, დამერწმუნდეთ, კარგი გადაცემა იქნება, მომეთანხმებით. დიახ, რა თქმა უნდა. კარგი გადაცემა იქნება და გამოიწერეთ არხი აუცილებლად. დღეს ჩემი სტუმარი არის მაყვალა გახარია. როგორ ახარ? მადლობ თავად როგორ? გაიხარე. გვარი ისეთი რომ სულ გახარებული გაიყო გახარიო. კი, ვცდილობ, ვიყო გახარებული. პოლიტიკოსებთან ხო რა გრაბი შეხება? არანაირი არა. ეს ყველა პოლიტიზებულია ხო ის ზოგადად. ერთი ორი სიტყვით რომ მოგვიყვე შენ შესახებ რომ ჩემს მაყურებელსაც გავაცნო, მეც გაგიცნო და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა რომ მოყვეთ. გესურვებთ წარმატებას, ულევს სიხარულეს და ბედნიერებას. აიხარ. ერთ რამეზე რომ შევთანხმდით, შეგვიძლია შენობითად ვისაუბროთ მაინც. იმიტომ რომ უფრო ადვილი არ იქნება, კომფორტული არ იქნება. როგორც სიტყვით. ხო, ეგრე ჯობია. მე ვარ ისეთი კომპლექსი. არა, მესმის ხო, მაგრამ მაინც რაღაცა მგონია რომ უფრო ისეთი უშუალო და ადვილი საუბარი შედგება. მოდი, აბა, დავიწყოთ იქიდან, რომ როდის გაგიჩნდა ზოგადად სრული ამ ლექსების წერის, როდის შეატყე, ბავშვობიდან იყო თუ არა ეს ნიჭი? დიახ, ბავშვობაში წერდი ლექსებს, მაგრამ მაშინ უფრო სხვანაირი დრო იყო და უფრო მორიდებული ვიყავი და ამ ლექსებს მინახავდი, მალავდი ვითომ, რადგან სიყვარულზე იყო და რაღაცა, მაგრამ სიყვარულზე მალვა უნდა. ხო, მე მალავდი კი არა, მაშინ მალავდით, მაშინ დედი ბავშვობა და 17 წლის ასაკში გავთხოვდი და მე არ დამიწერია ლექსები. და სულ რაღაც 2 წელია დედის დღე იყო და მაშინ გადავწყვიტე დედაზე დავწერე ლექსი და იქიდან წამოვიდა მე ისევ ამ ხელა პაუზა ჰქონდა. ვაა, რომანებიც მქონდა სხვადასხვა დაწერილი და არ მახსოვს ახლა ის არც ლექსები მახსოვს. ყველაფერი. და ჩაწერილი არ ქონა არსა? ქონდა, მაგრამ გავანადგურე. ანუ იმიტომ რომ მაშინ იყო შეზღუდები, ანუ ვითომ კათხოვილი ქალი ხარ, ვწერ რაღაცა და იქიდან მეც ეხლაც კომპლექსი მაქვს ცოტა ვითომ სიყვარულზე რო ვწერ რაღაცა ეს იმას ძალიან დიდი. ანუ ეს გადაცემა კარგია, კარგი ტრამპლინი იქნება ერთად, რომ წინასწინ წახვიდე, ხო? მე მიხარია. დიახ, და ეს 2 წელია რაც დავიწყე ლექსები წერა და დავწერე პატარა მინიატურული კრებული გამოიცა ჩემი ეს ჩემგან საჩუქრად. ვა, მიყვარს საჩუქრად. ახლა მომავალში იქნება კიდევ მოთხრობები და ლექსების კრებული. სუროგატი დედა. დიახ, ამ სხვადასხვა მინიატურული კრებულებია შესული. როგორი ამ თემის გარშემო თუ ზოგადად? ზოგადად სხვადასხვა. ასე რომ არ ვაპირებ შეჩერებას და მიყვარს პოეზია მასულტუნებს. რა დროს შეჩერება პირიქით? ნამდვილად არ ვაპირებ შეჩერებას. და ნახოთ რა გამომივა. რა დროს შეჩერება? დრო გვიჩენებს რა როგორ? შეგვიძლია თან ლექსები რო წამიკითხონიანი და თან შესაბამისად კითხვებსაც დაგისვა ხო? რომ მე მიყვარს როცა ლექსებს ვისმე ხოლმე სხვა სამყაროში გადავდივარ ხოლმე საერთოდ. რადგან შემოდგომით დავიწყე. კი ბატონო, რომელთაც კი. მე რამდენი შემოდგომა, მე რამდენი ფოთოლცვენა. მე ღიმილით დამალული უშენობით სრემლი მტკივა, თან ჩამესმის შენი სუნთქვა, თან ფოთოლთა ჩუმიცვენა. ვერვერები შენზე ფიქრებს დავიღალე სული მტკივა. მონატრების ფერებს შენ და მე დავარქვი შემოდგომა, ზე ჩამოქსოვს ოქროს სხივებს გამიქარვებს ნაიარებს, გულში ნამატკივილების განკურნების დრო რომ მოვა, მაშინ გეტყვი გენაცვალე, გაიარე. ვა, კარგია. ანუ მინდა წაგიკითხოთ ქართული ანბანქებით დაწერილი ლექსი ქართული ანბანისგან შექმნილი. ვა, დიდი სიამოვნებით მოგის. აბა მითხარით ქართველი ერის, ბადალი ქვეყნა თუ ვინმე არის. გულს რომ გვიამებს სამშობლო ჩვენი დაჩოქლის ვეღარ ნახავს ვერავინ. ერი და ბერი, მუშტა შეკრული, ვიცი სტუმრის და მოყვასის ფასი. ზოგჯერ უიღვლე მაინც ქებული თვით საქართველო მითხარ სადარი. იმერელი თუ გურული სვანი, კახელია თუ მეგრელი ნანა, ლოცი დაავსეს თვითკელაპტარი მუხზე დაჩოქილ ლოცულობს თანა. ნუ გავაახრებ ქართულ მიწაწყალს, ოღონდ ერთმანის ნუღარ გავრიყავთ, პატივი ვაგო ჩვენ წინაპრებს და ჟამთასლას მიყვეთ ჟამსა მადლიანს. რო სამშობლოსთვის ერთად ვიბრძოლებთ, სანთეს ავანთეთ ერთად ვილოცებთ, ტურფა ქალს მანდის თუ შემოვახვეთ, უქართველობით თუ არ ვიცხოვრებთ, ფარხმას ნუ დავყრეთ, ჩვენო ქართველნო, ქართული სული ატარეთ მარად. ღვთისმშობლის წილხვეთ ტურფა სამშობლოს, ყვავყორნის ნუღარ მივუგდებ თავად. შურით და ბოღმით, ტრებ მაიტირონ, ჩქარა დროშები ჩქარა, ცამდე ატანი ლოცვა დიხილოს ძალა უფლისამ, გვარავდეთ მარად.
წინაპრების სულფიცა ვარ ღმერთო, ჭახს ავიღებ და ავანთებ ყველგან, ხატა დაღვიქვან მე ჩემს სამშობლოს ჯავრად მაწვება ღალატი დღესაც. ჰოი სამშობლო, როგორ მიყვარხარ, შენი გამჩენი მიცნია ღმერთად. ბრავო. მართლა კარგია. აი რომ მითხარი რომ ახლა კიდე ვაპირებ გამოცემასო. რაღაც უახლოეს მომავალში ხდება. კი, უახლოეს მომავალში იქნება ლექსების კრებული და შემდეგ მოთხრობები. ყოველთვის ბავშვობაში გადავდივარ ხოლმე და ძალიან მიყვარს ის დოინდელი ჩვენი ბავშვობა და ჩვენ ეზოში, ანუ ჩვენ 9 დედმამიშვილები ვარ და ხო. დიახ, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება ბავშვობა მქონოდა ცუდი. ჩვენ ეზოში არის 9 საუკუნოვანი თუთისხე და დღესაც არის რა და ველოდიავები ხოლმე და წერ თუთისხეს ლექსებს. ჭხოროწოს რაიონი სოფელი ხაბუნე ჩემი ოდაბადე. რატო გავმოხვრე ეს ყურადღება? თელავში ვიყავით იმ დღეს დამპატიჟეს, საღამო იყო, ვიმღერეთ ლუბის გადავიღეთ და მანდ იყო 900 წლიანი ხე იყო. და მაგითო გავმოხვრე. ბავშვობას მახსენებს ეს ხე და მაგაზე იწერება ანუ ეს მოთხრობაც ჩემი ბავშვობის თუთისხეს. მთელი ჩემი ბავშვობა იქნება ჩაქსული. ესე ბავშვობის ისტორიები გექნება კარგი აგინა მოგება რაღაც მოგონებები. ძალიან კურიოზული ბავშვობა გქონდა, ძალიან უდარდნა, მაგრამ ლექსებით მოყვები. ო, ლექსებში ჩაქსული. დიახ. ჯერჯერობით ლექსებით მოყვები და დანარჩენი ვიხილოთ შემდეგ წელში. თუთისხე. წვანეფერი გადეღვარა მდელოს, მონატრება ისევ გულთან მოდგა. და ბავშვურად შემოვირბენ ეზოს, ვირბენ სანამ სულ ძლივობით მოვთქვა. ეს თუთისხე ბავშვობაა ჩემი, მოგონება ჩემ ძარღვებში წვეთავს, ხეხმება და მეც ვერდები ხვდები, მაგრამ გული კვლავ ბავშვურად ფეთქავს. თუთისხესთან მდგავარ ფიქრებს მიღმა, ხმა ბავშვობა თვალში ოდნავ ჟუტავს, ამ დროს უცებ ჩამოვარდა ხიდან, ჭიტისაგან დაკენკილი თუთა. კარგია. და კიდევ მინდა აქედან მიუძღვნა ლექსი ჩემი სიყმის მეგობრებს. დიდი სიამოვნებით. ჩემი ყმობის მოგონება განარადა საწერია, მაგრამ მინდა ჩემს მეგობრებს ლექსი დარჩეს კაიშანად. სიყმის მორევს გადავეში მოსაყოლიც ხომ ბევრია და ბავშვობის მონატრებას ისევ ვთები გაიშალა. თბილი იყო ჩვენი დროის ყოველივე დრო განცდილი, სუფთა იყო ის სამი წამზეც სხვაგვარად ანათებდა, დამაბრუნეთ კიდევ ერთხელ, დამიბრუნეთ რო განვლილი ჩემო კარგო მეგობრებო, შევიკრიბოთ ისევ ერთად. ერთი გლეხის გოგო ვიყავ და ცხოვრება ამეკიდა, მაგრამ ძლიერი ვიყავი, თუმცა ვიყავ ერთი ციდა. ოქროს გული ვქონდა ყველას და გაწვინდა ოქროწინდა, უფერული და შავთეთრი, მაგრამ მაინც ყოვლადწმინდა. კიდევ ერთხელ მარბენინა ჩემი მინდვრის ხავს ბალახზე, ციცი ნათელების შუქი გვინათებდა გზად სისმარე, თქვენ ხარ ჩემი ლექსის მუზა და ცხოვრების ეგზემპლარი, დედა ჩემის ნანი ნანას თუ რამეა შესადარი. სიყმის მორევს გადავეშვი, აღარ მინდა დიდობაში, გევედრებით დამაბრუნეთ უდარდენა ბავშვობაში. ესეთი იყო ჩემი ბავშვობა, ანუ მონაკვეთი ლექსით თქმოთ. ძირითადად მაინც უფრო რა გაწაინებს ხომ ლექსებს? უფრო ბუნება მიყვარს, ბუნებაზე ვწერ. ეს ბუნებრივად აპისპად კი, ბუნება მიყვარს. რაღაცა თქო პოეზიას უფრო დღევანდელი ლექსს რაღაც უწევდით. ბუნებაზე ვწერ ხშირად და მე თანდათან ცხოვრების სევდაზე ეტკივილს და ასე. ანუ ამიგი მოქმედებს. კი, მაგრამ შეგიძლია თქვა რომ ერთგვარად მუზაც არის ამიგი? კი, ბევრ ამასთან არის, ანუ თუნდაც ახლა ბუნებაში რო გავისეირნო ფოტოთუნა რაღაცა შემიძლია ეგრევე დავდი და წინ. ბუნება მიყვარს. როგორ ფიქრობ? კარგ პოეტს რა გამოარჩევს ზოგადად? დღეს ვარ რომ ყველა იგავებს პოეტია და როგორ ფიქრობ შენი ხედვით? ანუ პოეტმა უნდა გადმოსცეს ფურცლზე თავისი გულის ნადები და არა ხელოვნურად შექმნილი, შეკოწიწებული აზრი. მე რასაც ვგრძნობ, იმას გადმოვცემ ხოლმე და არც სხვა პოეტებზე ვერ ვილაპარაკე. ისე შემთხვევაში არის მისაბაძე, რომელიმე პიროვნება პოეტი. მაგალითად მისაბაძე იძახი რომ მაგალითად რომ მეტა აი ესეთი ვიყო მაგალითად ან ესე წერდა. ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მისაბაძე შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ის ადამიანები აღარ არიან, ვინც მისაბაძეები იყვნენ ნამდვილად, თუნდაც გალაქტიონი და ასე. არავის არ ბაძავ მე, რაც ვარ ისევა და შენაგან მაგას არ ვიცი, უარი შეიძლება ინსპირაცია მაგალითად ადამიანმა რომ აი და დაიწყო ამის გამო ან
რაღაცა სტილი მოგეწონოს, აი რა კარგია და რაღაც მაგას გულისხმობ ხა მიგაზვა. არა, უფრო მისაბაძი ცოტა ხმამაღალი სიტყვა და ამიტომ. საუკეთესო დამოჭერეს ადამიანს ავტორისგანო, ხო ეს? რა თქმა უნდა. ეს ეგ ამბავიც არის. ვაჰ, რა კარგია. კაი, აი წერან რომ ისაუბრე რომ ამდენი ხანი პაუზა მქონდაო რა. აი თუ ადამიანი ნიჭიერია და ამ ნიჭს რაღაცაად მალავს შიგნით რა. როგორ ახერხებს ამ ყველაფერს მაგალითად, იმიტომ რომ მაშინ რაღაცა სხვა რამეში უნდა დაიხარჯოს, ხო ასეა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია რომ მაგალითად გქონდეს ნიჭი წერის და შენში დამალო და არ გადმოსცე რა. და როგორ ახერხებდი? ნუ ახერხებდი ასეა თუ ისე, მაგრამ არ ვაპირებ როგორც აღნიშნე შეჩერებას და გავაგრძელებ პოეზიას. გარინდულა ღამი ფიქრად მითენდება, რამდენს იტევს გული გულში მოკლო ტკივილს, ვეღარც ვამბობ სათქმეს სუნთქვა მიძნერდება, უშინობას ჩემო ვეღარ უძლებ თითქმის. არის მოგონება ზოგჯერ გაგაცინებს, არის მოგონება ისევ აგატირებს, არის მოგონება გაიტაცებს ფიქრებს, არის მოგონება თვალს რომ აგარიდებს, რაც არ უნდა მოხდეს გულს ვერავინ მატლებს, რაც დამაკლებს დარდი, რაც ტკივილი ვნახე, მაინც გჩემობ, მაინც მინდა გვერდით მყავდე, თუ არ მოხვალ კარგო სიზმრე დამენახე. გადავეშვი წარსულს, მივეყუდე სარკმეს, გავიხედე გარეთ კაპაწყობით წვიმდა, ფანჯარასთან ახლოს სიმარტოვე ვნახე და შევატყვე მასაც, მარტოობა სჭირდა. მივე, ჩავჩურჩულე მეგობარო ჩემო, მეც შენსავით გულში დამემიზნეს ტყვია, ვეღარც ვამბობ სათქმეს, რითი ვანოგეშო, ამ უღმერთო მოდინს უშენობა ქვია. ბრავო, კარგია. ეხლა სანამ კამერას ჩავთვალდით, ვაყოლას ვეუბნებოდი რომ ძალიან მიყვარს თქო განსაკუთრებულად და გამორჩეულად აი ამ გადაცემის გაკეთება პოეზია როგორც ასეთი, იმიტომ რომ რაღაცნაირად წყვდები ადამიანი, გადადიხარ საერთოდ სხვა სამყაროში და თუ ხელოვნება გიყვარს, მაშინ უნდა გიყვარდეს ეს ყველაფერი. ხო ამის გარშემო არ არსებობს, იმიტომ რომ ამის გარდა ძალიან ბევრ პროექტს ვაკეთებ, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ეს თემა და მე ძალიან ძნელია ხოლმე რომ აი ყველაფერს მორჩები დაამთავრებ და გადმოდიხარ ესე შევიღოთ სხვა სამყაროში. ხო, ანუ რეალურ სამყაროში ბრუნდები და რეალური პრობლემები, რეალური რაღაცა, რეალურობა ის და აქ თითქოს რაღაცა თავშესაფარებით არის ხოლმე რომ მოდის ადამიანი რაღაც თავის ლექსებს გიკითხავ, შენ მსმენ როგორც მსმენელი მოსმენ და რაღაცა წრეიკრება ხოლმე ის რაღაცა სასწაულებრივი ასე თქვა და სასიამო. ანუ პატარა ლექსი ოჯახ მეუძღვენი, თუ შეიძლება წავკითხო. ამარის მოსავლა. მე ვისაუბრებ ხოლმე შენ ლექსებით. ეგრე დავილაგდა. ეგრე გამოვიდა. ოჯახი არის სულის საყდარი, ჩემი შვილები წმინდა სანთლები. დედა ჩემი ხომ თვითონ ღმერთია და ვარსკვლავები ჩემი დაძმები. მე კი მრევლი ვარ, ვილოცებ მათთვის. ყველანი კარგად მიმყოფე ღმერთო. ოჯახი არის ჩემი ტაძარი, წმინდა სანთლები ყოველ წამს ემთოს. კარგია. კარგია. მე გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში, 9 დედმამიშვილები ვართ. ცოტა ღარიბული ოჯახში, მაგრამ მე არაზროს არ ვთვლიდი თავს ღარიბული, იმიტომ რომ ჩვენ სულიერად ვიყავით დიდრები. ისეთი საუკეთესო დედა მამა, ანუ მამა გარდამეცვალა სამწუხაროდ და ყოველი ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი ეძღვნება მამა ჩემის ხსოვნას. ამ დღეს გახარებული იქნებოდა და იქ დიახ, რა თქმა უნდა. მამა არ მყავს, მაგრამ მყავს საუკეთესო გმირი დედიკო, 9 შვილის დედა და მინდა დედაზე ვთქვა ლექსი. 9 შვილის დედა. სანამ იტყვი, დაცმებში აღმოაჩნდა კიდევ იმის ნიჭი თუ მხოლოდ შენ გაქეს? ამ ხრივ ვარ. ყველა სხვადასხვა ხო. მის ნიჭი გაგვაჩნია. ამ ხრივ პოეზიის. ჩემს დედიკოს ეძღვნება, რა თქმა უნდა, ეს ლექსი. არასოდეს დამიბერდე დედი, შენი ლოცვით ამარიდე ხიფათს. დამიბრუნე გთხოვ ბავშვობი წლები, უდარდელა რომ დაურბოდი მინდვრად. სიყმის მორევს მინდა გადაკარგვა, დავიბრუნე სულის ნეტარება, კვლავ მიმღერე შენი ტკბილი ნანა, გამაგონე შენი გულის ცემა. სულის ტკბის ისევ გადავმალა, არ შევიმჩნევ შენი ხათრი დედი, წავიქცევი, არ ვიტირებ არა, თავზე მაინც გადამისვი ხელი. მერე რა რომ დიდი ვარ და ქალი, დედის სითბო მეც მჭირდება ხო და რომ სტკიო და აგარიდე თვალი დავიბრალე ვითომც კარგად ყოფნა. შენ ჭმაღარას,
უფრთხიდები, რადგან მინდა მყავდე დიდი ხანი, დედი. უფრთხიდები, სიყვარულის მარცვას შენით მიყვარს, დედი ყველაფერი. არ გაბედო, დაბერება არა. სიბერეზე სიტყვაც კი არ დაგცდეს, შენ ხარ ჩვენი ღმერთიც, დედაც, მამაც. მეც ქალი ვარ, მეც ვიღებავ დარდებს. უანგარო სიყვარულო ჩვენდა. ჩვენთვის მზესაც შეეხები ხელით, ნება მომეც, როცა ატკივდება, დედი, წყალი, მოგიტანო პეშვით. არ გაბედო, დაბერება არა, რომ არსებობ ჩვენთვის ისიც კმარა. ჩემს დედიკოს ეთქმება ეს ლექსი რა. აგია და დარწმუნებული ვარ, ეკრანებში კიდაც არის აპლოდისმენტები. გაიხარეთ. უპირველეს ყოვლისა. დაალაიქეთ ვიდეო, მეგობრებო, დაალაიქეთ, აუცილებლად რომ გავარდეს და უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და მე ვიცი რომ შეიძლება უფრო მეტად სხვა მიმართულების და სხვა სტილის გადაცემებს უყურებთ ახალგაზრდები, მაგრამ გამიჯერეთ რომ აი პოეზიის გარშემო არ არსებობს რომ რაღაცა უნდა იცოდე, ისწავლო ადამიანმა, წაიკითხო, მოისმინო, იმიტომ რომ ძალიან ძლიერ კი ბატონო გასართობი ტიპის თემა კარგია, მაგრამ აი მის გარეშეც რაღაცნაირად არ გამოდის რა. მე ესე ვფიქრობ რა. როგორ ვფიქრობ გაბობზე რა ვიცი. მეც რა თქმა უნდა. ესე იგი, წეგან აღნიშნე კიდე ეს ფაქტი, რომ რაღაცები უნდა გამოგზავნო ხოლმე სხვანაირად არ გამოდის. რომ ის სიყვარულზე რო წერო, ეხლა თვითონ რაღაცაა დაკომპლექსებული რა. ხო და აი როგორ ხდება სიყვარული ხო ათავისუფლებს პოეტებისგან ესე ვიცი რომ სიყვარული ათავისუფლებს და რაღაც სხვანაირი ხდება ადამიანთან. აი ეს როგორია შენ შემთხვევაში? ანუ აი ეხლაც ეგრე ხარ კიდე ამ თვითონს ანუ კომპლექსიანი ხამხრი. არ გამოდის უფრო ბუნებაზე და უფრო ოჯახზე, შვილებზე და ასე აი, მაშინ ესე გითხავ. ცოტა შეუძლე. რო იწყებს სიყვარულზე წერას, ლექსის, მაგალითად, აი რაღაცა არ გაწეინებ, ჩერდები, თუ აი რატო ვერ წერ მაგალითად, რა გაკომპლექსებს კონკრეტულად. ხალხი უნდობს ხოლმე რომ მოდიო ჩემთან გუნდო ფსიქოლოგთან ახლა მაგრამ მე რაღაცა მოგუშვება ხოლმე და ასე რომ არა და მინდა ვწერო არა და ხო ჩემზე უკეთესი შეიძლება მომღერალიც არის შენზე უკეთესი პოეტიც არის რაღაცა ხო სიტყვის მასა მე არავის არ მშურს და რა თქმა უნდა აკეთო ჩვენზე უკეთესად და ჩვენი საქმე უკეთეთ ასე რომ შემაგაზა მე არავის არ ვეჯიბრები მე ჩემი ცხოვრობ და მინდა რომ მართლა ყველა წარმატებული იყოს და ყველა ბედნიერი იყოს რატომაც გააკეთე ისე რომ იყოს წარმატებული ხო რა ვერ გავიგე რა მე თუ ამდე რაღაცას ვაკეთებ შენს მოკიდე ხელი რაღაცა გააკეთე მე და ახლა მეც 700 საქმე მაქვს მაგრამ მიყვარს ეს თემა და ვაკეთებ ვარა მაშინ ცოტა ფილოსოფიურ კითხვებს აი მე გადავიდეთ აა ნუგეზია ხო როგორ ვიქნებ სამყარო ასე თქოს ჩვენთან სამყარო რა თქმა უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი უნდა გავცეთ რა შეიძლება მეტი სიყვარული იმიტომ რომ თვით ღმერთია სიყვარული და მოგვეთხოვება ერთმანეთი სიყვარული პატივისცემა ისევ და ისევ სიყვარული რაც შეიძლება მეტი სიყვარული და სიყვარული მატერიალის დედამიწას და რა თქმა უნდა ეგ გადაგვარჩენს მე მგონი ხო და ბევრი ლექსები უნდა გამოუშვი შემდეგზე რომ ხარ სიყვარულზე რომ ხარ ბევრი ლექსები პირდებით ცხოვრების ორი მიზანი და არის ისევ და ისევ პოეზია რა თქმა უნდა წინ და წინ გადავდგანნა ბიჭი და მივაღწია იმ მიზანს რაც მამა ჩემი სულს დავკვირდი აუცილებლად დავისრულებო ცნებს ხო არა ნაბიჯები გადაღებული არის ხო წიგნი დრო გვიჩვენებს ამ ყველაფერს გადაცემაში მოხდი კიდე აპირებ წიგნის გამოშვებას მავნე ჩვევები და მავნე ჩვევები არანაირი არ გამაჩნია არ ვარ მავნე ზოგადად დადებითი პიროვნება ვარ მინდა რომ დიახ რა თქმა უნდა სხვისი სიხარული უფრო მიხარია მართალ გითხრათ სხვისი ბედნიერება მიხარია ამით უფრო მეტად ბედნიერი ვარ მე კარგი თავისუფლება არის თავისუფლება მე ვითხოვ ამ პოეზიაში თავისუფლებას რათა გადმოსე უფრო არაკომპლექსურად ჩემი აზრი ფუძეზე და არავინ არ შემომიხდეს რომ რაიმე ეს რატო დაიწერა თუნდაც ეს სევდიანი ლექსი რატო დაიწერა ამის თავისუფლებას მithხოვ სხვა არაფერი მინდა ჩემი აზრები მე მეკუთვნის და მე თვითონ მართო ჩემი გონება ეგრეც უნდა იყოს და რა არიცი კამერას გაერთაც გვაქვს მაგაზე საუბარი და ეხლაც კამერაშიც ვიტყვი ასე თქვა რომ მე ბატონ მამუკა ჩარკვიანთან სწორებულთან მქონდა მაგაზე საუბარი გადაცემაში და ასეთი რამე მითხრა ძალიან ბევრი
თვითონ კეთილის მსურველი უყავსო გარშემო რა. რამდენს უთქვასო ჩემსო რომ აი მე ესე გავაკეთებ, ხო? მე ხო გავაკეთე ესე და შენ თუ შეგიძლია გააკეთე ჩემს ზოგადსა და თუ არა ჩემადდეს ხო შენ იქნებოდიო და რახან არახარ ესე იგი მე შემიძლია გავაკეთო, შენ ესე იგი არ შეგიძლია და აკეთე ისე შეგიძლია. აქედან გამომდინარე, აი ხა რაც თქვი მაგას მოვაყოლე ზუსტად, აი ხა ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ყველა თავისათვის რო გააკეთებს რაღაცნაირად მე იცი რა არის ჯანსაღი კრიტიკის გამოხატვა არ ვიცით. ჯანსაღი კრიტიკა. აი ადამიანმა რომ ითქოს მაგალითად მე შენი სიმღერა არ მომეწონა, ხო? მაგალითად ნუ მისაღებია, შეიძლება სტილისტურად არ მოეწონა, ან რაღაც ტექსტი არ მოეწონა, მაგრამ ის რომ მეუნება რომ მე შენ არ მომწონხარ. ხო. და ამ დროს გულისხმობს რომ მე რო კითხავ და თუ მე გულისხმობდა რომ მე სიმღერა არ მომწონს. ხო? აი ეს ცოტა სხვა თემაა. ნუ კრიტიკასაც ახსნა უნდა კონდეს რა თქმა უნდა. ხო და როგორ ეთქვი ადამიანს, უნდა მაქსიმალურად ეცადო რომ აი გული არ ატკიო. რა რომ რაღაცა ისე მიაწოდო. თუ მით უმეტეს რჩევის მიცემა გინდა ცოტა ფაქიზად. მით უმეტეს პოეტებთან და მე ყოველთვის ვამბობ რომ მნიშვნელობა არ აქვს, ქალია კაცია, ხელოვან ადამიანს აქვს ფაქიზი სული და საფრთხე. და სხვანაირად ხედავ, სხვანაირად გვესმის და სხვანაირად ვარგორით. და ასე რომ ანუ ლექსად ვიტყვი ამ ყველაფერს. კი ბატონო. რო გადმოცე ლექსად. უწევს უკვე. დიახ. ჩემი გულის წადილი უფრო მეტად გამძაფრდა. არ მაშინეს მომავალი ყველაფრის მზადავა. ოცნებების სურვილები ამ ცხოვრებამ წამართვა, მაგრამ მაინც არ ვნებდები და მიუყვები გზადაგზა. მე ძლიერი რომ არ ვიყო, მე რამდენი დავეცი. მე რამდენი დავდექი და გავუმკლავდი ცხოვრებას, ჩემი სული, ჩემი არის, მე ვარ მისი თავდები, ისევ გავუმკლავდები და ავისრულებ ოცნებას. ჩემი სულის ჰარმონია, ისევ სევდით ახსილი, ახლა დროა დრო შევცვალოთ დარდებს ისევ ვიშორებ. ვიცი უკვე ჩართულია, ჩემი დროის საათი და არავინ აღარ იცის, როდის წავალ სიშორეც. მაგრამ მაინც არ დავუთმობ სიბოროტეს გულის გულს. ვიცი ღმერთი რომ მიგზავნის მე უთვალავ გამოცდებს. უანგაროდ დავარიგებ, მეც უთვალავ სიყვარულს, ათალს უძლო ჩემმა გულმა და ამასაც გაუძლებს. მადლობთ. გარგია. რამდენჯერ მოდის სიყვარულს ცხოვრებაში იმას. ეს ცხოვრებაზეა თვითონ დამოკიდებული. აი ხوارი რო ვიცი, ანუ ერთხელ შეგიყვარდა და პირველად შეგიყვარდა, მე ვერავის ვეღარ იყარებ ისე და ეს გამოთქორო ხოლმე. ხوارი რო ზოგმარის ისო, კაცო მეათე შეყვარებული მოყოზე შევეთუროთ. ანუ არ ყოფილა სიყვარული. ანუ ნამდვილი სიყვარული მოდის ერთხელ. ნამდვილი რასაც გვია. ანუ ბევრჯერ არა, ნამდვილი სიყვარული რასაც გვია. მე ასე წარმოვიდგენია. მოდის ერთხელ. ჩემი გადმოსახედიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სიყვარულს გავთხილება ჭირდება. ყველანაირ სიყვარულს. თუნდაც დედობრივი და ძმური მეგობრული ყველანაირ სიყვარულს გავთხილება უნდა. გავუთხილდეთ ერთმანეთს. კარგი, მაშინ სანამ ბოლოსკენ წავალ, კიდევ ერთი თქმება, აი თავარი სათქმელი რა არის შენ. გისმის ჩათვალე 1000-ობით ადამიანი და თავარი სათქმელი რა არის. დავინდოთ ერთმანეთი გვიყვარდეთ, ერთმანეთი ისევ და ისევ სიყვარულზე რო ასოცირდება ჩემი აზროვნება. არ მიყვარს ღალატი. ვიყოთ ერთმანეთის გვერდით. უსურვოთ ერთმანეთს წარმატება, შური, ბოღმა, ნუ დაგდამჯავს. მაშინ სანამ დასასრულს კიდევ ერთ ლექსს ავუკითხავ და ეჭვით სამეყარებოდ ავუკითხავ, იმიტომ რომ ბევრი გაქვს და ძალიან კარგია და გასახარია ეს ყველაფერი. მე მინდა რომ მადლობა გადაგიხადო რომ მოხვედი. მithubetes თქვენაც ახლა საიდან მოვიდა ხუმრობთ მიმოწერაში რომ სხვებს მოითხოვსო ხელოვნებაო და აქტიურად ეგრეა. ხო და მინდა რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიო და მე გამიხარდებათ რომ ჩემი პატარა წული მექნება მასშტაბი და ვიტყვი რომ აი ნახე ჩემთანაც კი იყო გადაცემაში ეს ადამიანი და რაღაცად ხელი შეუწყე პატარათი მაინც ასე ვთქვათ რა და შენ ბოლოსკენ სანამ ლექსი ვკითხავ მითხარი დასაწყისში რომ ხოდი სხვანაირად იყავი და აი ხა მთლიანობაში როგორ იგზნით თავი ბოლოსკენ ან პირველ რიგში შევაფასებ თქვენს ადამიანობას იმდენად უბრალო და იმდენად ადამიანურად შემოხვედით რომ ვერ ვიქნები შებოჭილი რა თქმა უნდა მე სულ სხვანაირი აზროვნებით მოვიდი სულ სხვანაირი მიდგომით და მადლობა რომ აი ეგ როგორ მიხარია ეს რომ მადლობა რომ ადამიანი ხარ პირველ რიგში ადამიანობა დიდი მნიშვნელობა აქვს გესურვებ წარმატებას წინსვლაზე რა თქმა უნდა თქვენი ოსნებების ასრულებას დიდი მადლობა და დღეისთვის
ბოლო ლექსი იქნება განსაკუთრებული თან როგორც ვატყობ. განსაკუთრებას ვერ ვიტყვი, მაგრამ რადგან შური და ბოღმაზე იყო საუბარი. სიცოცხლე მწყურია, წყურის ნუ ჩამიკლავთ, წადით და დამტოვეთ მარტო. კარგ ადამიანებს მეც გულში ჩავიკრავ, ყველას შემოშვებას მნანო. არ მინდა კეთილი ფიქრები წამართვან, მინდა ჩემს ბუნაგში დავრჩე. დავეძებ სამართას დავდივარ კარდაკარ, არავინ პასუხსაც არ მცემს. მოდით, სიყვარულის ლამპარი ავანთოთ, როცა დავიტანოთ ღმერთთან, გვიყვარდეს ერთურთი, ბოღმას თუ ჩავახშოვთ, ეშმას დავამარცხებთ ერთად. ბრავო, ბრავო. მადლობთ. ამაზე კარგად ვერც დასრულდებოდა ეს ლამაზი გადაცემა. ადამიანობა სიყვარული. ერთადერთი გზა, რომელიც გადაგვარჩენს. ნამდვილად. დროებით. დროებით.